სოციალური დახმარების გაცემის წესი იცვლება. ბენეფიციარები ბავშვის 50 ლარიან დახმარებას თვის ბოლოს სხვადასხვაგვარად მიიღებენ. სოციალური დახმარების გაცემის განსხვავებული წესი შიდა ქართლის რეგიონის მხოლოდ 2 მუნიციპალიტეტზე გავრცელდება. კასპსა და ქარელში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვები ვაუჩერულ სისტემაზე გადადიან. უფრო კონკრეტულად კი 30 ლარი ბავშვის კვების ბარათზე დაირიცხება, რომელიც მხოლოდ საკვები პროდუქტების შესაძენად იქნება განკუთვნილი. ხოლო დარჩენილ 20 ლარს ისინი ისევ ნაღდი ანგარიშწორებით მიიღებენ. სოციალურად დაუცველი სუხიტაშვილების ოჯახში 2 მცირეწლოვანი ბავშვი იზრდება. მიმდინარე წლის იანვრის თვიდან თითოეული ბავშვი ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით 10 ლარის ნაცვლად 50 ლარიან დახმარებას იღებს. სუხიტაშვილებმა იციან, რომ მარტის თვიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი ისევ უნდა შეიცვალოს, თუმცა გადავლენ თუ არა მოზარდები ვაუჩერულ სისტემაზე ჯერ არ იციან. ფულად იჭგვირჩენი, იმიტომ რომ იმ კვებითა განარა უნდა ვიყიდო, ეხლა მე თვითონ ვიცი ფული წავედა ბაზარში და ეკონომიად რაღაცაში ვამყოფინებ და იმ კვებითა მარტო იმ სუპერმარკეტი თუ სად იღებენ ხოლმე ხო ცეცხლის ფასები უდებს და არა აქ აზრი იქ ყიდვასა და განარამდენი გამოვა ეხლა იმ თანხითა რომ ოჯახი მთელი თვე არჩინო. სიახლემ, რომელიც კვების ბარათზე 30 ლარის დარიცხვას და დარჩენილი 20 ლარის ნაღდი ანგარიშწორებით გაცემას გულისხმობს, დააბნია სხვა სოციალურად დაუცველი ოჯახები. მათ ნაწილს მსგავს სისტემაზე გადასვლა არ სურს და საკითხს აპროტესტებენ. ისინი განმარტავენ, რომ კვების ბარათებით პროდუქტების შეძენა გაცილებით ძვირი დაუჯდებათ. გვერდჩენია ფულად ისახით ავიღოთ ეს დახმარება, რომ ჩვენ რაშიც გვინდა იმაში გამოვაყენებთ იმ ბავშვს. თქვა კბილის კევა ეს უფასო არ არის. იმ ჩვენი კარტაზე ავიღო, ჩემი კარტაზე ავიღო ხომ სოციალური, ეგ არ მაწევს. ეხლა ეს ცოტა ვალები მაქვს, შუქის ფული შესაძლებელი მაქვს, ეხლა ხვალ უკვე დრო მაქვს, რომ ჩავაბარო. რომ გადავიხადო, ჩამიჭრია. ბავშვი ციცივეში მეყოლებ, ეგრეათ მინდა გავაკეთო. გორის სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ ახალ სისტემაზე გადასვლა შიდა ქართლის რეგიონში დაყოფილია და მასში მხოლოდ 2 მუნიციპალიტეტი ჩაერთვება. უფროსი სოციალური აგენტი გვიყვება, რომ ვაუჩერები ამ ეტაპზე მხოლოდ კასპში და ქარელში გაიცემა. ადგილობრივები კი კვების ბარათების გამოყენებას მხოლოდ იმ მაღაზიებში შეძლებენ, რომლებიც სააგენტოსთან თანამშრომლობის სურვილს გამოსთქვამენ. გორის რაიონში ყველა ოჯახი 100.000 კულამდე და 16 წლამდე ბავშვები მიიღებენ 50 ლარს, ხოლო კასპის რაიონში და ქარელის რაიონში ეს თანხა იქნება 20 ლარის ოდენობით პლუს 30 ლარიანი ვაუჩერი. ეს ვაუჩერი იქნება კვების ვაუჩერი, რომელიც ლიბერტი ბანკში დამზადდება და გაიცემა უკვე მარტის თვიდან და ამ ვაუჩერს ისარგებლებენ ისეთ დაწესებულებაში, რომლებიც ხელშეკრულებას გააფორმებენ სააგენტოსთან და შემდეგ მოხდება განახდება ამ კვების ვაუჩერის. სოციალური დახმარების გაცემის ცვლილება ჯერჯერობით არ იგეგმება გორსა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში. აქ მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები ფულად დახმარებას უწინდებურად მიიღებენ, ხოლო რაც შეეხება თანხის შერეული მეთოდით დარიგების წესს, ამაზე რეკომენდაცია საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობამ გასცა. ქვეყანაში ერთ თვეზე მეტია, რაც გაზრდილი დახმარებით უკვე 146.000-მა ბავშვმა ისარგებლა. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით კი საარსებო ფულადი შემწეობა იმ ოჯახებს ენიშნებათ, რომელთა სარეიტინგო ქულა 100.000 ქვემოთ უფიქსირდებათ.